უკვე შეგიძლიათ გატეხილი ძვლები ჩინური წებოთი გაიმთელოთ, თანაც ზუსტად 3 წუთში. წებო 150-ზე მეტ პაციენტზე წარმატებით გამოიცადა. ვარაუდობენ, რომ ის ჩაანაცვლებს თაბაშირსა და მეტალის იმპლანტებს. ამასთან წებო ბიოდეგრადირებადია. ბუნებრივად შეიწოვება ძვლის სტრუქტურის რეგენერაციისას, რაც მეორადი ქირურგიული ჩარევის საჭიროებას გამორიცხავს. როგორც ამბობენ, მოტეხილობის შემთხვევაში 100 დღე წოლითი რეჟიმია საჭირო. ჩვენი მიზანი კი ამ მიდგომის შეცვლაა. ჩინელმა მეცნიერებმა წებო ხამანწკების ინსპირაციით შექმნეს, რომლებსაც წყალში მყარად მიმაგრების უნარი აქვთ. ამიტომ წებო უხვი სისხლდენის შემთხვევაშიც ეფექტურია. ჩვენ წებოსთვის საჭირო ყველა ნედლეულის თავად სინთეზირება შეგვიძლია. იმპორტზე დამოკიდებულები არ ვართ. ამიტომ წებოს ჩინეთში ხელმისაწვდომი ფასი ექნება. ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოებმა მხარი დაუჭირეს წებოს კლინიკურ გამოყენებას. ახლა მას ქვეყნის საავადმყოფოების ქსელებში ნერგავენ. როდის გაიტანენ წებოს ექსპორტზე, ჯერჯერობით უცნობია. გოგონა ბუშტით გალერეიდან 26 წამში მოიპარეს. ძარცვის დეტალები ცნობილი ახლახან გამართულ სასამართლოს ხდომაზე გახდა. გროუვის გალერეის მინისკარი ღამით ჩაამტვრიეს და ბენქსის 270,000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ლიმიტირებული გამოშვების პრინტი მოიპარეს. საქმეზე ბრალდებულია 2 პირი. მოპარული გოგონა ბუშტით პოლიციამ მძარცველის სახლიდან მალევე ამოიღო და გალერეაში დააბრუნა. ის კერძო კოლექციონერის საკუთრებაა. ორიგინალი გოგონა ბუშტით ბენქსი ვატერლოოს ხიდზე 2002 წელს დახატა. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ეს კვაზი მთვარეა, რომელიც დედამიწის გარშემო 60 წელია ბრუნავს. მეცნიერებმა კი ახლა შენიშნეს. ციური ობიექტი ასტრონომებმა ჰავაიში მდებარე ობსერვატორიიდან 29 აგვისტოს დაინახეს და მას 2025 პიან 7 დაარქვეს. ასტრონომების თქმით, კვაზი მთვარე მათი ყურადღების მიღმა ამდენხანს პატარა ზომისა და სიმკრთალის გამო დარჩა. NASA-ს მონაცემებით 2025 პიან 7 დედამიწიდან დაახლოებით 384,400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი ზუსტი ზომებისა და მასის გენას მეცნიერები ისევ ცდილობენ. ფრინველი, რომელიც 400 წლის წინ გადაშენდა, ისევ გამოიჩეკება. დოდოს გაცოცხლების პროექტზე ტეხასის ბიოტექნოლოგიური ფირმა მუშაობს. მართალია, დოდოს მონათესავე ფრინველები მტრედები არიან, მაგრამ პროექტის მიხედვით ისინი ქათმების მიერ დადებული კვერცხებიდან უნდა გამოიჩეკონ. მეცნიერების გუნდმა უკვე წარმატებით შექმნა გენმოდიფიცირებული ქათმები, საკუთარი პირველყოფილი ჩანასახოვანი უჯრედების გარეშე, სადაც მტრედისგან რეკონსტრუირებული დოდოს დნმ უნდა ჩასვან, რის შემდეგაც ქათმები დოდოს კვერცხებს დადებენ. ტეხასის ბიოტექნოლოგიური ფერმა სხვა გადაშენებული სახეობების აღდგენაზეც მუშაობს. ჩვენ ვმუშაობთ 3 პროექტზე, მათ შორის არიან მამონტები, დოდო და ტასმანიური ვეფხვი. ეს 3 სახეობა მიზანმიმართულად შევარჩიეთ. ჩვენ გვყავს ჩანთოსანი ძუძუმწოვარი, პლაცენტური ძუძუმწოვარი და ჩიტი. ჩვენ ვავითარებთ ტექნოლოგიებს ამ სახეობების სიცოცხლის დასაბრუნებლად. არქეოლოგებმა აზიაში უძველესი მუმია აღმოაჩინეს. ის 12,000 წლის წინანდელია. მეცნიერებმა ჩინეთიდან, ვიეტნამიდან და ინდონეზიიდან ამოიღეს ჩაცოცხლან მოხრილ პოზიციაში დაკრძალული ნეშტები. შესწავლის შედეგად ჩონჩხებზე ნახშირის კვალი აღმოჩნდა და დადგინდა, რომ ცხედრებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე აშრობდნენ. ისინი სწორედ ამის ხარჯზე შენარჩუნდა.